რაც შეეხება ვიკა შენს შეკითხვას, მე ეს არ მიკვირს, ეს იყო მოსალოდნელი. ბიძინა ივანიშვილს სათადარიგო სკამი ფაქტიურად აქვს ცარიელი. ყველა მიცის, ვისაც არ უნდა გითხო, თავისი ქართუდან დაწყებული. რუსთაველით აგერ ჩვენთან დამთავრებული, რომ ბიძინა ივანიშვილი დიდი ხანია ფიქრობს კობახიძე მდინარაძის შეცვლაზე, მაგრამ ვერ ცვლის. რაც შეეხება ამ ტრაექტორიას, რაზეც შენი ლაპარაკი, ძალიან მაგარი მიგნება იყო, შენ გახსოვს და ახსენეს, რა დაემართა ლილუაშვილს, როცა მას ეგრეთ წოდებული რაღაც რეგიონალური მინისტრის პოსტის შესთავაზეს. ეს არის ლოგიკური შედეგი ამ მმართველობის. ყველა ლაპარაკობს ახლა, რომ რეჟიმი არის ძლიერი, ჩვენ გვიჭერენ, აგერ სკროლვა, სკრინვის სააგენტოც გააკეთეს, ახოსანაირად დაიჭირეს, მერე აგერ ჩვენი მეგობარი ახობაძეც, მაგრამ დააკვირდით ერთ რამეს. ბიძინა ივანიშვილს ეწურება დრო პუტინის და რუსეთის დასუსტებასთან ერთად პარალელურ რეჟიმში ბიძინა ივანიშვილი ასრულებს თავის ჭყალებში მოღვაწეობას. მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული. ძალიან სკეპტიკურად უყურებ მე იმას, რომ ოპოზიცია დასუსტებულია, საზოგადოება ფრაგმენტირებულია. გასაგებია, მეგობრებო, რომ გარკვეული პრობლემები არის ყველგან, მაგრამ ბიძინას რა პრობლემებიც აქვს ახლა და ქართულ ოცნებას. აი ეს არის პრობლემა. დარწმუნებული ვარ ერთ რამეში. თუ ჩვენმა მხარემ, ქართულმა საზოგადოებამ და ოპოზიციამ გაუძლო აი ამ ბოლო შემოტევას ბიძინა ივანიშვილისგან, კიდე გაამკაცრებს თავის შესაძლებლობის პარალელებში ბიძინა ივანიშვილი ამ რეპრესიებს, ჩვენ მოვიგებთ ამ მომს, თუ შეიძლება ასე ითქვას. ძალიან იმედიანად ვარ მე განწყობ, არა ვარ მე სკეპტიკურად განწყობილი და პესიმისტურად არის საზოგადოებაში ეს განწყობები, მაგრამ როცა დააკვირდებით რა ხდება ბიძინა ივანიშვილის თავს, როცა სათადარიგო სკამი არის ცარიელი, როდესაც ის ვერ ცვლის, უკვე დიდი ხანია კობახიძე პრემიერია, ის ვერ იტანს ადამიანებს დიდი ხანი თანამდებობაზე. როგორ გაუშვა მან თავისი პრემიერები, ეხლა რაც შეეხება მინისტრს. უშვებს, თუ შესაძლებლობა მიეცა, უცებ გაუშვებს და მაგ ის ფიქრობს ამას, რომ აი ეს ცვლილება გარკვეულწილად აი ამ თავიანთი თუ შეიძლება ასე ითქვას, ხელის ბიჭების და ხელის გოგოების მას მისცემს საშუალებას, რომ გააგრძელოს ხელისუფლებაში ყოფნა და გაძლიერდეს. არა. ბიძინა ივანიშვილის დრო იწურება. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ხო, რაც შეეხება ეხლა იმ ახსენე შენ ქართველიშვილი მე ვუწოდე მაშინ თუ გახსოვთ ახლახანს გამოვიდა ეგრეთ წოდებული ნეიტრალური მოძრაობა, რომ შეიძლებაო საქართველოსიო სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს. მერე იმან თქვა კიდე ცნობილმა მხედრიონელმა რომ ზვიადგამსახურდიამო თავი დაიმხო და მთელი კამპანია იყო აქეთკენ მიმართული. ამ სიმღერიდან არის ესეც, მაგრამ უკვე ეს ყველაფერი სასაცილო. ძალიან სასაცილო. მე შევადარე მაშინ ინგასთან მხედრიონს ესენი ყველანი, მაგრამ ეხლა მინდა ემბრიონი. არა, ემბრიონი იყო ძალიან მაგარი, მაგრამ სერიოზულად ვამბობ, მე ვერ შევადრე მათ მხედრიონს. სულ სხვა კატეგორია იყო იქ, გამიგეთ და ერთი რამაა ფაქტი. ვიკა შენ ძალიან კარგად იცის და მთელმა საქართველოს რომ ჩემთვის წითელი ხაზი არის რუსული იმპერიალიზმი და კოლაბორაცია რუსულ იმპერიალიზმთან. დროთა განმავლობაში ყველაფერი მოხდა, გასაგებია მხედრიონმა რაც გააკეთა, გასაგებია ყველას ყველაფერი ახსოვს, მაგრამ ერთი არის ფაქტი. დღეს ვიკა ყოფილი მხედრიონელები ყოფილ ზვიადისტებთან ერთად უკრაინაში იბრძვიან რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. დღეს ის ხალხი, ვინც ბარიკადებს იქით-აქეთ მხარეს იდგა, ერთად იბრძვის უკრაინაში, უკრაინის თავისუფლებისათვის და საქართველოს თავისუფლებისათვის. ამიტომ თუ ვინმეს ეწყინა ეს ყველაფერი, მე შემიძლია ბოდიშიც მოვიხადო და ერთ პატარა ფრაგმენტს გავიხსენებ
და დამოკიდებულებას ადამიანების მხედრიონთან და იმ წარსულთან 92 წლის 24 სექტემბერია ცნობილი მიტინგი, ერთი წელია ზვიადის ჩამოსვლამდე დარჩენილი და აფხაზეთში მიდის ომი. მიმყავს მიტინგი და ჩემს წინ დგანან მხედრიონისა და ეგრეთ წოდებული გვარდიის მიერ დახვრეტილი და ნაწამები ბიჭების მშობლები. ხელში უკავიათ ეს სურათები, შავებში გამოწყობილები და ამ დროს მე ვამბობ, რომ ერთი რამ უნდა აღვნიშნო მეთქი. დღეს მიუხედავად ყველაფრისა, დედებით განან მეთქი. ის მხედრიონელები და ის გვარდიელები, რომლებმაც აქ სასწაული დაატრიალეს, რუსებს ებრძვიან მეთქი აფხაზეთში. და ეხლა მე მომეცით მეთქი იმისი უფლება, რომ პატივი მივაგო იმ მხედრიონელებისა და გვარდიელების დაღუპულების სულებს და წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ მეთქი მათ ხსოვნას. არ შემეშინდაო რო გითხრა მოგატყუებ, მაგრამ აი 30-მდე ქალბატონი იყო, მაშინ სულ წინ იდგნენ ესე. არც ერთს არ გამოუხატავს ლევან პრეტენზია. ერთ ხელში თავიანთი დაღუპული შვილების ფოტოები ეჭრა და მეორე ხელი აწიეს, მიაგეს მათ ხსოვნას პატივი და მერე წამოვიდა ცრემლები. ჩავედი მიტინგის შემდეგ მათთან და უთხარი, რომ თუ მე თქვენ ეხლა გული გატკინეთ, ბოდის გიხდით მე. არა გახაო, ასე უნდა მოქცეულიყავი. ამიტომ რატო გავიხსენე ეს ვიკა? საქართველოს ისტორიაში ბევრი რამ მოხდა, მაგრამ როდის ერთიანდებოდა ქართველობა? საერთო მტრის წინააღმდეგ. ეს დაპირისპირება, შიდა დაპირისპირება, ძალიან მძიმე დაპირისპირება, რომლის იარებსაც ეხლა ვიშუშებთ, მაგრამ იყო ერთი რამ, აფხაზეთშიც მხედრიონელები და მოწინააღმდეგ მხარე, ზვიად გამსახურდიას მომხრეები ერთად იბრძოდნენ. დღეს ეს უკრაინაში გრძელდება. რაც შეეხება ქოცებს, მე ვერ წარმომიდგენია ქოცები ბრძოლის ველზე. ვერ წარმომიდგენი, აი, როგორც გინდათ, ისე გამიგეთ. ქოცები ყოველთვის იქნებიან რუსების მხარეს. არა აქვს არანაირი მნიშვნელობა ვიკა იმას. ქოც რა გვარი აქვს. ქართული გვარით ქოცი მაინც არის რუსი. ამიტომ ქართულმა საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ჩვენ ვიბრძვით რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და რუსეთის ნამესნიკის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ კიდევ ერთხელ ძალიან იმედიანად ვარ, დინარაძეც, ყობახიძეც, ბიძინა ივანიშვილიც თავიანთ გზას იპოვიან, ისინი შევლენ საქართველოს ისტორიაში როგორც პირდაპირ ვამბობ მოღალატეები და ჩვენ ყველა ერთად მალე ვიზეიმებთ გამარჯვებას რუსებზე. აი ეს არის ჩემი პოზიცია.